ნაბადის უბანში დღის მეორე ნახევარში, მაშინ როცა თევზის გადამამუშავებელი ერთ-ერთი კომპანიის ავტომანქანას ქაფშია გადაჰქონდა, ყუთი ჩამოვარდა, რამაც გზის საფარის დაბინძურება გამოიწვია. მოქალაქეები მომხდარს პროტესტით შეხვდნენ. დაფიქსირდა ერთი შემთხვევა, რომელიც ქალაქს აბინძურებს და ანაგვიანებს და კეთილი ინებონ და დააკისრონ საქცირებული ძალიან უზარმაზარი ჯარიმა, რომ ეს ფაქტი კიდევ მეორჯერ არ განმეორდეს. იმედია, ამას გაითვალისწინებენ და მოაგვარებენ ამ საკითხს. თუ არა და მიმართავთ ძალიან დიდ აქციებს, რომელიც ხალხის იმედია დაგვიდგება გვერდზე. ყოველდღიურად ხდება ესეთი რაღაცა რა, სისტემატიურად იღურება ეს თევზისუნიანი ისინი წყალი და ერთხელ და სამუდამოდ ვინმე უნდა მიაქციოს ყურადღება. მთავრობის წევრებიც ბევრჯერ შეგვირდა რაღაც მოსახლეობას, მაგრამ არაფერი არ კეთდება, ქუჩაში ვერ შეერნოს ხალხი, იმიტომ რომ ძალიან ცუდი სუნია და ბოლოს და ბოლოს ხალხმა უნდა ამოიღოს ხმა და რავი კვირას სტარტდება აქცია. თუ შემოგვიერთდება ფოთელები და ვისაც პრეტენზია ქალაქზე და ვინმეს თუ გული შეტკივა ქალაქზე, ერთხელ და სამუდამოდ ერთმანეთს დაუდგეთ გვერდში და რაღაც გავაკეთოთ ქალაქში. რამე უნდა შეიცვალოს აუცილებლად. ადგილზე ფოთის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის ზედამხედველობის განყოფილების წარმომადგენლები მივიდნენ. სახანძრო სამაშველო სამსახურის ბრიგადებმა გზის გაწმენდა მალევე დაიწყეს. კომპანია, რომელიც ტვირთის მფლობელია, დაჯარიმდება. გზის საფარის დანაგვიანებაში გადის ამ შემთხვევაში ჩვენი კუთხით იქნება 119 პირველი ნაწილით. ორგანიზაციის მიერ თუ მოხდა არის 1000 ლარი, ხოლო ინდივიდუალური კერძოების თუ იქნება პიროვნება 300 ლარის ოდენობით არის. უნდა მოხდეს აღმოფხრა რა დანაგვიანებული კერის, როგორც ხედავთ, მიმდინარეობს. მოხდა რაღაც ყუთის გადმოვარდნა, როგორც თვითონ ამბობენ თვითხელელები და დაბარებული ყავს შეწარმომადგენლობა, უშუალოდ მძღოლი თავისი მეპატრონესთან ერთად და შეუდგება ადმინისტრაციული სამართალდამცავი და ოქმი კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით. თევზის სონს კვირას ფოთოლთა ნაწილი გააპროტესტებს. აქცია ქალაქის ცენტრში 14 საათზეა დაგეგმილი.